შუბუშ როგორ ხადა ის გოჭივიც გოჭივიც საქმიანი კაცია ეხა კაცი ისეთი ძუძაუყავი გამოყებული ყოფილ ხარ შეჭება რა გიდა რატო უყოფ ისეთი რა გიდა დაანებე თავი შეჭება დაცოცავს თავისთვის შეჭება რა სერჩი ხახა თუ ამბობ გამარჯოს მაყურებელს დღეს ჩვენი სტუმარი ვარ მე ვახ შენ გენაცვალე ბიჭო სულ რაღაც რამოდენიმე ცდა დაჭირდა ამ ყველაფრისთვის შესანიშნავად დიდი მადლობა რა 87 არც ისე ბევრი როგორც იქნა გვესტუმრე რა აი როგორი მოლოდელი იყო ბიჭერო არის თორე ზოგი სტუმარი ერთხელ არ მოდის ბევრი გარყვნელი 69 სიტყვა და ფუფ რასიძე გაფუჭებული დეჟავიუს ავით გზნობა კი მაგ რაღაცა ისი აი მე 69-ზე არ გაგახსენე სტუმრობაზე უშუალოდ სტუმრობაზე გეკნება მეგობრებო ესეთი ინციდენტი მოგვივიდა რომ პარასკევს უნდა დადებულიყო პოდკასტი მაგრამ ეს მოხდა პარასკევს ხო მაგრამ სამწუხაროდ ვერ რას გრუზავ კარგად გითხარი რა ვერ დავდეთ ის დავდებთ ახლა მე ხო უნდა აუხსნა მიზეზები გიორგი ხმა ვერ ჩავიწერეთ აგერ ჩვენი გამოდებული რაჭუაჭი შენზე არ ვამბობ ძმა ვაფშე რომ თუ გაინტერესებს ზუკიმ გაიარა იქ და ფეხი გამოდო რაღაცას მე მაინც მაგას ვაგრალებ ანუ შენ გინდა თქვა რომ ზუკი არის გამოდებული მე ვიქნები თქვენ არის ჭუბო ხო არ არის პრობლემა მე ვიქნები აი და მე ვარ აი პირველი მეთქი რა ჩემ მე ვთხარ მოდი მე გაბრიელის მეორე სტუმრობა გვაქვს გადაცემაში გენეცვალე და ორჯერ ჩვენს გამო დაძლია თავისი ფობია ადამიანმა და ეხა რა თქმა უნდა ჩვენ კიდე რავი აქ წყალს ვასმევთ და თუ ეგ არ ჩანს გაგიმარჯოს გაგიმარჯოს გალე ჩვენთან მე ვარი გვატყუებს ბიჭო ფობია მაქვს და ის აჰა გეუნები არაფერი შემიკა არაფერი ფობია მას არ აქვს მე ეგრე მგონია მე მოლი მეც ვაყლევდი ჩემ და თურმე რა кай ყოფილა ყოფილა ბიჭო აი შოა გარი სკოტეში დღეს გადავიგე რა ის ლაბუსთან ვიყავი ჩვენი ბრატი რა გავიზმანით ხო და ვავედი რაღაც მეთქე ექსპოზიციის პონტი ექსპოზიცია ცით რა ექსპოზიცია არის როცა პოზიცია არის ოღონდ ყოფილის პოზიციიდან როგორ ალაგე პოზიცია კაი შევეცდები რა არის თუ იცით შევეცდები კი ჯერ ერთ დასთან იქნები და მე შევეცდები ანუ რა ჯერ ერთ დასთან იქნები და მე მეორესთან დაწვი რა შევეცდები ხო და ექსპოზიცია არის აი რაღაც გეშინა და იმას მაინც რო აკეთებ შექსპირი არის დიდი ბიჭო შევეცდები მაშ კაი რა კაი სიტუაცია არ ვიცოდი არის კაია ხო და გავედი რა კაროჩი გლაბუსთან ვიყავი ჭავჭავაძე და რა ორ წელი ქალაქში აქ დედა გადათხრილია ყველაფერი ბიჭო ბარდროს დავდიოდი 20 სანტიმეტრი სუდროს მოგიწია ორი წელი ეხა გადათხარეს ეხა გადათხარეს რაღაც ჩემ დროს გადათხარეს კაც გადასათხრო იყო გადაითხარეს ხო და მოგეთ იქაც ვიყავი და ეხა კიდე აქეთ მოვდივარ ხა საშიში არ არის არაფერი ნო თუ ვინ სახში ზიხართ გამოდით მეგობრებო ეს ადამიანი გამოვიდა და ეხა თქვენ გამოეთრიეთ ჩვენთან მოდი ჩიპს დაგალებინებთ კი არა და ლუდს დაგალებინებთ ჩიპს გაჭმებთ აქვე ჩიპსი ლუდისა ჩვენი წარმოდგენი უღრმეს მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის ნატურალური ქართული პრემიალური ხარისხის ტალღოვანი ჩიპსი ბავარია ჩვენი მეგობარი ლუდი შენგენაცვალე რა თან აი მუსიკალურად მაფორმებს ხო და რა თქმა უნდა ალკოსფერო არის ჩვენს გვერდით გუნდიშა ეგ თუ დაგავიწყდება რაღაც ალკოსფეროს გამოცხადების დროს всё, ნაკენი ხელი. ბიჭო, თან ისევა რა. მეორე ჯერ ვარ სტუმარი რაღაცა. მოგვა ისე მინდა რა, პროსტა დავждეთ დავლიოთ ჭაბოს არო, ისიც აღარ მაქვს უკვე. კამერები. გათიშე მაგდე პოდკასტი რის პოდკასტი. ცინაზე ყველა აი ესე რა მოგა თიმ დედა. აი სიგიჟე პოდკასტი გვექნება დღეს. რა თქმა უნდა. კაიჯე მე მაგარი იდეა მაქვს ბიჭებო რა. ამას ჩავწვით ეხა. კიდე ერთი ჩამწერა. ბაზარი არა. არა თქვენ. ბარემ დასხოვის. ეგრე გადავა ბა. ანუ ეს ხო მორჩა ნახონ რაღაცა და კიდე დავიდო. გავგვიმარჯოს მეგობრებო და კიდე ერთი გვექნება. მე ვითხოვ რომ უბრალოდ იმაზე ჩავწეროთ ხოლმე როგორც მინიმუმ MP3-ზე მაინც კიდე სამი კამერა დავდოთ. და კიდე ერთი ის რა ხმის ჩავწეროთ. ობობა ვიყიდოთ. ხათვალი აქვს იმას თვითონ ობობას. ფლეშკა გავუკეთე. რა გვიგებს? მე ვამაყობ რომ შენ მეორედ ხარ ჩვენთან. რა თქმა უნდა, ეგეც არის. წინა გადაცემა არანაკლებ სასაცილო იყო. მაგრამ ობობა. ხათვალი ფლეშკა გავუკეთე. მიმუშავებს, რა ვიცი, ახლა ბაკაკებს ხო ბერავდით ბავშვობაში. მე არ გამერია, მაგრამ ეგეთი რაღაცა, ანუ ბიოტექ. არ ვიცი, ახლა მაგის მე ხო, მაგას ვიზა. ზოგი გასაბერი ბაკაკები არის. ზოგი თვითონ იბერება.
ვერ გაიგებ. ათასი რაღაცა. ჯური მწამსი ხალხი. ხოთეხდება ხო? ოხ, ხელი მეთქი. აი, ამდენი თქვით ფობიაზე და თქვი ახლა ხალხს აინტერესებს. შენ კი გაქვს შემთხვევით ნათქვამი, მაგრამ ფობია, ხო? ფობია, რა არის ფობია? მოდი დავიწყოთ მაგედან. რა არის ფობია? ფობია ეხლა ნახეთ როგორ რაღაცაა. რა რამოდენიმე ფობია არსებობს, მაგრამ ხალხს ერევა ხოლმე ფობია შიში. შიშია რაღაცა გეშინია. ლოგიკურია. ხო, აი ვაიდედა. ხო. მაგრამ ფობია არის რაღაცის წარმოდგენის დროსაც რო გეშინია. ანუ შის ზოგადად ხალხო დაიმახსოვს, შის აქ აზრი მანამდე სანამ იმას დავინახავთ, რისიც გვეშინია. ეხ გველის რო გეშინია, აი ხარ და უკვე რო ხედავ რა ღაზია, ხო შის, ამ და ჩაყავდა გაიქცე. მაგდროს არ გეშინია. მიმართავ რაღაც აქტიურობას და ფობია არის. გეტყვი მაგ შემთხვევაში ფობია რას ნიშნავს? აი გველს რო ხედავ. ხო, მაგ ფობია მაგალითად აღარ აქვს. არა, ხო, ნახე, მე გეტყვი. აი ფობია რატო არის ეგ? გველის შიში. რო ვხედავ გველს მაგალითად, ხო? მე არ ვიცი როგორ მოვიქცევი. ანუ არაადეკვატური ვხდები. ეგ ისე აი ნახე, შეიძლება გავეკიდო და ვუკბინო. შეიძლება გავიქცე. შეიძლება გავშეშდე, იმიტომ რომ შეიძლება გაბერო. რაღაცეებია, ხო და ეგ არის ბაზისური ადამიანის საწყის ეგეთი ანუ ჩერდები და ეგრე ყველაფერს ეგრე დავარ. ბეჭო, არა, სწორს ანუ შიშის დროს ადამიანს ერთვება ინსტინქტები და თვითგანაც ინსტინქტი როგორია? ფობია რატო არ არის ეგ შეჩემ? ფობია არის ფსიქოლოგიური ტერმინი, მაგას ვეღარ. აი გველს რო წარმოიდგენ, აი გველი თქვა ო, ვიღაცა. და აი არსად არა, უკვე რო გეშინია, აი ეგ არის ფობია. არა, აღარ არა, ამას გონდა. მე მქონდა მაგრად. ხო, აი ჩვენ მერე გადავწყვიტე, რომ- ნიანგი რო უთხრა გიждდება რა, მაგრამ აი რო დაინახოს ხო ვაფშე, მაგრამ აი გაიგოს. წარმოიდგენს. ხო და აი ეგ არის აგარო ფობია. ანუ გარეთ ხო ვარ ეხა ვარ მეშინია არა, მაგრამ ეხა მე რო იქ წარმოვიდგენდი რომ გარეთ ვიყო მეთქი უკვე მეშინოდა ანუ ეგ არის წარმოდგენა რეალურთან არაფერს ანუ ეხლა თუ შეიძლება არის სიდა მაგიტო ხო? ვაი მე თავისუფლად ხარ. არა, ეხლა წარმოდგენა არ ქონდეთ ხალხს რომ გარეთ ვიღებთ ამ ყველაფერს ოფისში ვარ და ჩვენთან ჩვენი სტუდიით ვართ მის. ო რა, ზოგადად ეგრევე შევებით ხო. ეგ ორი აა, ცოტას რო უთხარით, რა ქვია ის. რა სტუმარზე, შენზე რა? ხო და ის რა ქვია, ადრე უბრალოდ ადრე რო გქონდა რომ მოვიყვანოთ და ის შიში აქოთ რაღაცა სახლი მანქანით მივიდეთ. კაი იდეა იქნებოდა ნახე, ანუ სახლში ხარ, სახლი მანქანით მოვედით. მოგიყვანეთ. სახლი მანქანით მოგიყვანეთ. ნუ ეხ სახლი არა ოფისი, მაგრამ მაინც შენობა. და უკანაც ეგრეც აგიყვოთ. всё, შაი. ფობიის მომენტი არ გაქვს, შანსი არ გაქვს ფობიის. შენ გინდა, სახლი მანქანა გინდა შენ უშტი არა მე მოძრაობა ისედაც დაიწყებ მაგრამ. ისედაც მოძრაობა დედას უტყვა დღეს იდენ ფობია არა ეს ეგ. ფობია არა ისე არა, პრინციპში როგორც შენ დაძლია ეხა, მე მახსოვს ამასთან აივანს ვაკეთებდით თუ რაღაცა და რაკოვინის ქვეშ, ნიჟარის ქვეშ ბოდიში. გვერი გაიჩი. დაინახა, არა, ხვლიკი, აი. ხვლიკის არა, ყველაზე კაი რა არის, მე შიგნით ვარ მე მგონი ამ დროს და ამის კივილი მესმის, რომ თან ღრიალი განწერი ხო და გამოდის და იქ ხვლიკია, არ მახსოვს რა მითხარი, ჩვენ მივედი და ველოდები რომ კომოდოს რაკონი რო არის, ხო იცი რაღაცა ეგეც რა. პროფესორი გაიჩნდება სპაიდერმენში აი ესეთი ნაზარი ხვლიკი ხო თან მაგას ხო იცი ბურო ოქრა კუდიძური და აი ამის გამო ატეხა როგორი პანიკა იცი რომ მაგრამ ეხა აღარ მეშინია. ეხა მაგრამ კიდია. ეხა ჭამს. ეხა ნუ თავი პითონი არ გამეჩითოს რა, აი პითონი პითონი არ არის საქართველოში თავში საქართველოში პითონს ვერ ნახავ ასე რომ იქი რატო ვერ ვნახავ? აი სალმონახო პითონი ჩვენ ეგზოტარიუმში მყავს ნანახი ძალიან დიდი პითონი. ხო და ეგზოტარიუმში არ წახვიდე არა, აი კუჩაში აი რომ მიდიხარ ხა კუჩაში ალექსანდრე ყავდა პითონი ხო რო დასაუს ის ეგზოტარიუმში და ზოპარკთან რო ეგზოტარიუმი არის ხო არის ეს შიგნიდან ხო თევზები არის რა ესე წრეზე რომ მიდიხარ და გარედან ეგრე მახსოვს აი ხონდროზე მოვედი. რა შვები მა მოემზადე რა. ვიდეოში ვიყო. ვიდეოში გინდა რომ იყო წეღან უთხარი რომ ცოტა ხანში თუ დამერეკა ვიდეოში მოხვდები მეთქი რა და ჩაწერას დაამთხვია მე ზუსტად გადათვალა და გითხავს რომ ფული ჩაურიცხეთ ბავშვსაც გარშე ხელფასები უნდა აი მა ჩვენი სტუმარი გეცნობა თუ არ გეცნობა არა რა ბედნიერი ბავშვია აბა მე თუ ეცნობია აბა ამას თუ იცნობ კი გამარჯობა რინარი მამა ეს აბა ლოთი თქო ხარ აბა თვითონაც ის არის ცოტი. ეს არის ეს არის ცოტა მა ეხა ჩვენ ლაპარაკობდით შიშებზე ყველაზე ძალიან რისი გეშენია მამისო რო თქვა შენიო რო შენი სახლში დაუბრუნების ვრალი რობოტი ხარ სახლში კაი კარგად ვა ეს იგი დედის ეშინია უფრო ძალიან მონატრები ხარ მამა როგორ ახლა უი დედა მაგრამ მომიბა ეგრევე მომიბა ეხლა რომ დაურეკოს და აბა გაუთიშოს
რა გინდა? არ გაუ. დედამ დამირეკა. გაფსი მე. რატო გამითიშე? რაღაცა კითხე გახსოვს? გახსოვს რომ რაღაც კითხე? ოკეი, ახსოვს. ეხლა ლაპარაკობდით მეთქი ჩვენ შიშებზე და შენ რისი გეშინია ყველაზე ძალიან? პივა და წყალი ვხდე. ყეში? პივა და წყალი ლოდი და. ძალიან დიდ დღეში. დიდი ტყის გეშინია? მაგას გასწავლი შეგნიდა ბავშვო შენ? მაგში კაცი უნდა იყო მამა მეთქი. ეს ტოვებს ხოლმე დღეში ბავშვს და მოდის რა, ისწავლოს რა. მე გავიქე. არ ეშინოდეს დღეში ბიჭო. მთელი სოფელი მეძებნა. საქართველოს ხელა ტყის გეშინია? მთელი საგაჯო მეძებნა. შენ გეშინია ტყის? არა ბიჭო, დღეში. ტყეს ადაგაკრა ნახე. არა გავიყვანე დღეში. ლალიკო მეუნება რომ შემდეგ გადაცემაში სტუმრად მოვიყვანოთო და გინდა? ლალიკოზე გაიცინო. აი ეს პატარა თამლიაგე. გაუცინო. მაგრამ მეგორი არც გისმენს შეჭე. მეორეა პირველ ადგილზე დავაყენებ ბიბი რო ელინა შეჭამოს. ბიბი ამის ძაღლი არის იქ და ელენა დეიდაშვილი. მაგარი შიშია მაძან. კაი, შემდეგ გადაცემაში სტუმრად მოხვალ აქ? რომელსაც საქმიანი კაცია ეხა კაცი. ყველაზე ძეს საღამოს სკოლას რომ მორჩები მე. ამას ხო არ ცალია ეხა ის მანძილზე შეჭება და თავისით მოდის. ექშაზე ხო, 6-ზე. გადაცემა რო დასრულდება მე გავთიშა. თელი გადაცემა გებას რო? აი დაგვიდე და. ვა, ჯიგარი ხარ. კაი, არა, წავედი მაი ხა, წავედი. წავედი. გინდა დაგირეკო მე კიდე გადაცემის ბოლოს? საგე გადარჩა მართლა განსაკუთრებული ყოფილა. თუ გინდა დაგირეკავ კიდე. არა, უბრალოდ მინდა რომ გადაცემაში ვიყავი. გადაცემაში შემდეგ გადაცემაში მოხვალ თუ არა და რომელ საათზეო მოთხოვა ხა. ვაფშე მოგიყვანა აქ რა გინდა. მოდი და ჩემაგივრად დაჯექი. შენთვის ვიტყვი. თბილისში გამოვიდე? ხო. დავჭიდე შეფაგებრა. ხო. ექშაზე ხო? ხო. უდამაგვიანე? არა უშავს, დაგემოდებით მა. და მე დავჭიდები? ხო. და ის არის 7 რვის. თბილისში უნდა წავიდე. რუის არის ხო? მა რამდენი წლის ხარ? რა? ო, რუის. მაინც გადავამოწმე. ყოველი შემთხვევით გაიზმენ დაუცებ. კაი, მამიკო, მიყვარ ხარ, წავედი და მე დაგირეკავ. გაგიჯდებოდა. 27-ის მამა. კაი, მიყვარ ხარ, გაკოცე. ეს მიყარხარ. მიდი. ძალიან ისეთი ის არის რა, პრეტენზიები, რომელზე? საათი უნდა დაუზუსტო ამის. ო, რა. აი ეს სხვა ნეთქითხო, ხვალ 6 საათზე. არა, რომელზე არ ველოდებოდი ნამდვილად. მართლა უცნაური მართალი გიქრა. ეს სამ, გიქრა. კაი. კაი, სად ვიყავით გიორგი? ეს იყო ხო, დეტყვი ხა, აქ იყო თევზები და შეგეთ გველები. გველებში. ხო. ხო და ალექსანდრეს და კაკრას დარეკა. თელი წრევი არა შიგნიდან ესე. თევზებზე მიყუდებული რა, ანუ ძალიან ის მქონდა რა და გამოსასვლელში მე გარესივრცე ცხოვრობთ ამ ეგზოტარიუმში. და თვალი გამექცა პროსტა პატარაზე და რაღაც დიდი პითონი იყო ჩამოკიდებული შეჩება ხე. მე ჩამოკიდებული იყო შეჩემ რისი გეშინია რა მოხდა. ესე თუ ეკიდა სხვა. ეხლა წარმოიდგინე ამას რა ემართება ფანჯარაში რო გაიხედება ხოლმე. ჩემო აუ რა სისქე რა სიგძე რაღაცა ის ცუდად გავხდი რა რაღაც ხო ეგ არის ხო ითი დავსუსტოდი უცებ რა ძალას რო ვერ გაქვს ხო ის სიარული რო შეგიძლია ეგეთი რაღაც მომიდა და მე რაღაც მომენტში გადავწყვიტე რომ მეთქე და გველები დედაც აი ეგ არის ზუსტად კიდია მეთქი რა ან გაიჩნდა გავიკიდები არ უკბენ ან შემჭამს ან რაღაცა იქნება მეთქე მაგის მე აღარ მაგრამ კიდია აი ეგ არის ექსპოზიციის გზით იქუნება და ეხლა თაცმინას დავრბივარ ხოლმე ხანდახან რა ხდება და რო იჩდებიან მაგრამ კიდია რა ნახო არ ვერიდები მე ეხლა მაგრამ ხელში არ ყოცლას არ დაუძგებ მაგრამ კიდია და მიუსდევ ხოლმე ხანდახან უოჭველი გარბი ვიღაცა აქეთ ნიუსიც იყო რა ტელევიზიაში ვიღაცა გიჟი დარბის გველებს დასდევს თაცმიდაზე ბიჭო რო გამომეკიდოს შეიძლება მაგრამ გველი როგორ უნდა გამოგეკიდოს ის არ გაჩიტულა კოდით რო დაუშვი გველი არ გაჩიტულა პროსტა სუისინი არიან რა გველხოკერები ეგ ხლიკია ეგ კაი ჩუაკები არიან ძალიან ეგ ჭამს აი გოშნიკი გველებს ჭამს და მე თან არ ikმინება არაფერი არ გერჩის როგორ არ იკმინება პროსტა შხამი არა ახში არც ikმინება არ იკმინება და პირია რა რითი ჭამს აბა შეჭება ხელში თუ აიყვანდა რაღაცა შეიძლება ხო და ხო გიკმენს არა მაგას ვამბობ ეხლა მე თუ არ იკმინება ნიშნავს არ იკმინება არ მოვა შენთან და არ მე არ ვიკმინები ზოგადად თუ მინდა გიკმენ ხა მაინც რა ნერვებს თუ აგერ ვიკმინები
ხო და ეგ არის. არიკებინე, როგორ არიკებინება? ძახალზე რო იცია, კიდე ვერ ვიტა, არიკებინე, არიკებინება გააკებინე ამ ხელა. ხო და შენ რას იძახე, გარი ვერ იკმინება. რატო ვერ იკებინება? ანუ შენ რას იძახე, არ იკმინებას გულს. პირში თითო ჩაუყო ხომ იკბინს. ხო და значит იკბინება. პირში თითო ჩაუყავი გამოყენებული ყოფილ ხარ შეჭება რა გიდა რატო უყო პირში რა გიდა დაანებე თავი შეჭება დაწოცავს თავისთვის შეჭება რას ერთში ხახა თუ ამბობ. დაიჭირა და პირში თითი ჩაუყდა და ბოლოს და მართლა იქნება ეს და იქმინა აგეთ ვარ იქმინება შეჭება რობერას ბოლოს იქმინა შეხედავთ. ხარო გავაძრო გავტესტავ. ნორიოში არიან ბევრი და შეგილია მიაწვე და იმას საწყალი და კიდე დორიოს გველებს დაალებით. არა ეს ხო კერებს ერში ხო და შენი ფობია დადებითად გამოიყენეთ ხო დადებითად რა ანუ ბიჭო ეგ არის მამოძრავებელი ძალა გახდა რა ნერვოზის დროს ხო გვაქვს ეგეთი რაღაცა აი ზოგიერთი დუმდება ზოგიერთი კიდე აღტკინებაა ხა როგორც რაღაც ეს ზემოქმედების ქვეშ ყვადინელი ხო გაწובה მაგ დროს და ეგ ენერგია დრაივად გამოვიყენე რა ეგრე გამოვიდა რომ როცა ენერგია მქონდა მოწოლილი და რომ თითქოსო დათვი რომ მოგდეს ხო ის ეგ ნერვოზის დროს ეგრე ხადას მაგ დროს ვიღდი ხო ვიდეოებს მაგ დროს წერდი რაღაც დათვი გამოკიდებია? დათვი გამოკიდებია? არა დათვი არ არის ხელა გადასვლა იყო დათვი რომ მოგზდებს ეგეთი მუღამი აქო და არა მაინტერესებს. შედარება ხოლმე ძირითადი რა აი რო აი პანიკურ შეტევა რა არის და თი ყველა მაგას იძახის და თითქოს მოგდებს დათვი ან რაღაც მგელია გველი გამიგია ხა. შედარებით უფრო დიდი უნდა მოგდებდეს რო ეგ ეშინდეს მაგას გზნობ და მე მგონი რომ დათვი რომ მოგზდებს ეგ შეგრძნება არავინ არ იცის. ისში მუშტი უნდა ჩაუდო ჩემი აზრით დათვი რომ მოგდებს მაგ შეგრძნებას არომატიც აქვს ჩემზე დათვი მოგხო მე მგონია რომ არ იცის. ის ხო დაგო რეალურად გადმოცემული წესი და არავის არ უნდა გქონდეს იმიტომ რომ ანდებზე კარგად ვილაპარაკეთ ადრე ვაშკაცები ხო დაც როგორ კავდნენ აი დაუშვათო ის რო და თო ტყვია გაუთავდა არც ხმალი აქვს და მუშტუდებდნო პირშიო ხო წარმოიდგინე შენ საიდან ხარ წარმოშობით? თბილისიდან სოფელი არ გაქვს? არა სოფელი არა მაგრამ რაღაცები გვაქვს მიწები და ეს საიდან ფიროსმანი ხო იცით ხო გითხრა ეგ ვიცი აი ეგ არ უთხრა მაყურებელს არ უთხრა წინას უყურო წინას უყურო ფიროსა ეს ნახეთ რომ ყარაჩოგელები ეგრე პაპა ჩემი იქიდან მოყოლებული აქავართ რა და გვარი ჩემი არის როგორც ქარელიდან სკრა არის ეგეთი რაიონი ასევე კახეთიდან სეხნიაშვილები რა იქითაც არიან იქითაც არიან რა ალბათ სადაც ჩავიდა გამონახა ვიღაცას ბაბუის რა ხო არა ვიღაცა ეყოლება ხო არა ხო გააჩნია მე რამდენი ხაობა არის ვა რომელი ერჩევნია ხო ვფიქრობ. კახეთი თუ უფრო კახეთიდან გონია ალბათ არ ვიცი რა ვიცი ზოგი იქიდან იქაც არიან სეხნიაშვილები იქაც არიან უნდა გვარ შევიცნო მაგის დედადაც ვიცი მოეწვენი იქიდან არის გვარ ზესტაფონისკენ წამოწ იმ გვაქვს ბაზარი არა როგორი ხარ გოჩოლეიშვილი ოღონდ გვარი ზესტაფონური არ არის კაი გვარი არის სანტრედიდან გვარს ავიჩნოთ ხო ესეც გაურკვეველი გვარია დედაჩემის გვარზე გადმოი ვაჭარაძე მშვენიერი გვარი ვაჭარაძე ჩემ ბაგრატიონი. ბაგრატიან მუხრანსკი აი ჩემი გვარის ისტორია ეგეთია გაბრიჩიძეები იყვნენ გაბრიჩიძეები იმერეთშიც არის ხო აი ეგ არის ჩემი გვარის გაბრიჩიძე იყო ანუ ვიღაც ტიპი იყო ჩვენ გაბრიჩიძე ხო ვინც იყო მეფის სეხლია სახელით და ჩემი სეხლია იმის სეხლია შვილი და ეგეც ამოვიდა ჯერ ეგეთიც მართლაც იმიტომაც რომ ძალიან რა ძალიან თუ გაიგეს ძალიან თუ კაია შენ ეხა გაქვს იდეალური ფობია დღევანდელი დღისთვის ქართველი იუმორისტებისთვის რა ანუ სახლიდან გასვლის შეში ვიხუმრებ არც არავინ დახვდება არ სამ უნდა დახვდნენ რა სახლთან ვერ დახვდებიან იმიტომ რომ სახლიდან არ გადიხარ ახტუნელი არა გადაუღონოს ნახე რითი დადის. კარატე ეს მახათის პონტია უსაკონად რა ჟაიას გექნება თუ წინაზე კი ჩემი აზრით და აზრი არა. ეს არის თმის ის რა და რა ხო შენ ხო გჭირდება ხო იასნა შენ ამხელათო ნახე უკან იმ ინდოელებს რა თქმა უნდა ეგუნები შენ ანუ სუვენირის პონჩი გაქვს რამე თუ რამე დათხოვებას აქვს ესეთი რაღაცა ეს ციკები მაქვს კაი და თვითონ ჩემი გამოთვლილი ჯოხი და მაქვს ვიღაცა რო რა გაიგებია ცხოვრებაში ამას ვაჩვენებ აგე გიშინა ბოზარო რა გავაკეთე ხო აგე მქონე და ეგრე მეც მე ვასწავლე ეს დებილობების კეთება. ხო და აი ეს რაც გიკეთე ეს რაღაცებს ვაკეთებ. ხო ესეც გაკეთე ეს შეგეკეთებულია? არა ეგ არის ამ კონკრეტ შემთხვევაში ბევრი მაქვს ეგენიც ხატვარიც ვარ მოქანდაკეც მოჭადრაკეც სპორტ საიტებზე მყავხარ ეცკიმატი მე ხანძრე ექიმი აი მე ხანძრე ექიმი მე წარმე ექიმი ლიდერი 80-ს იხდი ეცკიმატი რამდენში კეთდება კაცო სამსლოში გამიკეთები
ვერ შეეწინააღმდეგები ადამიანს ვერანაირად. ჭაჭას კიმატი სამსვლაში რო კეთდება? ესა და 1 2 ორი და მესამე შენი უნდა. ხო ეგ არის ანუ ლაზიერი მე ფიქრე ლაზიერი მეთქი პაიკი ლაზიერს გაიტან მე ესე გეტყვი და B3 ზეპილად და ეგრე ეხოძა გადამყავს სახლის ამბავში ვიცი რომ შენ და შენმა მეუღლემ თქვენი თააშენეთ სახლი ხო? ამანა ვქენ სანამ სახლს ააშენეთ რა როგორ იყავიო აი უფრო პატარა სახე მივხვდი ხო? შიგნიდან დაიწყო. არა მართლა ცოტა ხანი იქ ახლობელთან ვიყავი და ბოლოს აი როგორც კი ჭერი გადახურე ეგრევე ბეტონზე გვეძინა აქ წიაშკისგან როგორი ის მაგიტო და წეში გამართული დამწვარია ბეტონისგან როგორი არის ეგ სახლის აშენების პროცესი რამდენად ძალიან მაგარია მე დამღლელია იმიტომ ჭამას ვერ ასწრებ ვერა ყველაფერს შენაკეთებ ვერ ასწრებ ვერაფერს ანუ ყველაფერი ვაფშე უტიდო ხო რა მე ხო ელექტროინჟინერიც ვარ სანტექნიკოსიც აი რაც კეთება ყველაფერი რაც არის კიდე ხა ბოლო ისწავლი და უცებ მითი რომ თაბაში მოყავდი უცებ იმას გეთ ავშენეთ და კაი პროექტი გამოვიდა. სპონსორების დახმარება იყო ხო მაგის დროს ხო მე და კარენა დავდიოდი და ეგ ეხოიცები ეთიფიცარი იქიდან გაჩი მაგლდება გაჩი რაღაცა და თან ხო არ გინდათ ბარტერი არა ხო სხვა შეზოგოს პირველი ვიდეო როგორც კი დავდე ეს კომპანია იყო ის მოგოც ლამინატი მოგოწოდეს და ლამინატი როგორც დავიწყე რეკა ვაკეთებ რემონტზე ყველამ თვითონ მოგწერა მე რომ აი ეს ხო არ გინდათ ეს დაშინდება კიდე ლამინატი და ეს არ ეს ხო არ გინდათ ეს ხო არ გინდათ და ჩვენ ამას მოგცემ და აშენდება ვა მაგარი კაია ეგ გორჩი გომარო არის რაღაც მომენტში ეხა როგორ ხარ სპონსორებში რა გოგონები ჩვენ კი ვილაპარაკეთ გადაცემა ეხა გოჩეტის სახე ხდები რა გავხდინენენა და მაგას ვიწყებ აქ როგორ მოხვედი მაგ ლაპარაკეთ რა თქვენია ყველგან ჩვენ ყველა ერთი ჭიქიდან სოთ წყავს ხო თუ როგორც არის ერთი ჭიდან ეგ მაწერია და გოჩიტი გამახსენე ჩვენ ყველანი ერთ წყავს სად არის ცოტნე ის რა ქვია ჩვენ ოფისთან ვარ გოჩიტ ბურგერია აქაც გოჩიტი არის ჩვენ რო ვიდეოში მოგვიტანეს ორი ბურგერი ძალიან მოგეწონა ძალიან მოგეწონათ კაროჩი ვიღაცამ გადააფურთხა დაში ის არის რა ქვია 4 ძმაო თუ 4 დაო თუ რაღაც ფორგაისი რო ერქვა ფორგაისი რო ერქვა იგივე ხო და როგორ ერქვა არა გოჩიტის ხო იყო და გოჩიტის ბურგერი მოვიდა ფორგაისის სახელით რა ხო ნუ მოკლედ უცნაური ამბავი იყო ეხა მან არ ჩაუღუნავდი სახე ხა ხო სახდები ნენე ვიწყეთ რაღაცებს და ძალიან მაგარი სიახლეები და ისინი და ყველა ბურგერები ჩემს ზურგზე გადაწყდება მე ვითხოვ რომ შენ გამოაგზავნო აქ ბურგერები სახემ გამოგვიგზავნო თითო ბურგერი პიპის მენიუ იქნება დაუშვათ პიპის მენიუ ცხენის ხორცი შეცვალეს მაგათ მეტად ცხენის ხორცი იყო ცხენის ხორცი რა არის იცი შენ ყაზახი ხორცი შეჩემო როგორ არ ვიცი ბაღებში აჯმევენ ბავშვებს საკალბასეში ახლა ჩვეულებრივად აბარებდნენ მახსოვს ცხენის ხორცს რავი ჩვეულებრივი პონტი არა მან ცხენის ხორცი ცხენი რო დაბერდებოდა ყველაფერს აბარებდნენ არა დარსა ბერდებოდა ეგრე უშვებდნენ რა არა ის ცხენი რატო არის აკრძალული საქართველოში ეგრე ძალიან აკრძალული არა მორალური ის როგორ გინდა ჩავ არა ის არის რაღაცა რა ცხენის ხორცი აქვს ცხენი ცხენში ჩავ ვიღაცა ძაღლი დაგიქოს ხოვერში რომ ჩინეთში ხო ჭამე ხა მე ჩემ ძაღლს ხო შეჭა ცხენიც ეგრე არის თან ძვირი არა ყველა სუფთა ცხოველი ყველაზე და სუფთა ცხოველი ერთად ჭუჭყიან წყალს არ ასვავს ჭუჭყიან საჭმეს არ აჭამს არ ჩაიწევს არაფერს ხო რა ეგეთი ტიპი ბოზებში არ დადის ცხენი მაგრამ მიუვას მეც მევასე ჭამა არა ისე რა ხო მიგიხდი სუნი მევასე ცხენის ძალიან ცხენის რისი სუნია ცხენის რავი ცხენი გიოსება ცხენი ხო ყავდა ბავშვობაში ყავდა იქით ანუ სახლის ეგეთი უნდა გააკეთო რომ ცხენი გააჭერო შეჭამე ვა რა მაგარი იუმორი გავაზრე არა და სახლის ეგეთი რომ კი მივხვდი გამომეც ეგ რა რო ცხენი ჭამო ბიჭო აი ცხენი რომ ყავდეს რა ეგეთი პონტი მქონდეს მე გიყიდი ბიჭო ძალიან ის არის პონიდან დავიწყოთ რომ შეეჩვიო და მე არ ვიცი ჯირითი კარგი მართლა მე არ ვიცი მაშინ მართლა ვიყიდი და მე მეც მასწავლე ეს გალბატონი არის ჯორჯია ბილა ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი და ასევე 3 ახალგაზრდული ოქროს მედალოსანი და ტანმოვარჯიშე სხვათა შორის და ეს ტანმოვარჯიშე მე გახდა რაღაც სახე და თქვენი ეს რისი სახე გახდა ანუ რაღაცა კომპანია არის ოღონ რისი უნდა გამოიცნოთ ტანმოვარჯიშეს გამეს მეუბნება ეს არ ვიცი პროსტა იცი სურათით ან სახე ჯერ ვერ გეწყდა თუ რამე თამაში დავიწყეთ რა თამაში დაიწყეთ ახლა რადგან ტანმოვარჯიშე იყო ძალიან ისეთ რაღაცაში წავიდა აი ძალიან განსხვავდებოდეს რა ტანმოვარჯიშთან ახლოს არ უნდა იყო მინიშნება რომ დაგჭირდებათ ალბათ ისე დაგვანებით თავი არა კაი მინიშნება და თუ არ რამე გვინდა სასაცილო თუ აკი არა ჯერ მიფიქრეს და მე გეტყვი აი მაშინ
გეტყვი მე. არა, რაღაცა ისეთი. ეს არის წასული სამშენებლო კომპანიებში. მაგ რაღაცაზე დაჯი დაიდოში. დილდო. უნიტაზს. უნიტაზი არ არის. არა, უნიტაზი ძალიან მარტივი იქნება შე. აი, ეს არის მეგობრებო, ყველის ის არის ოქია. არა, გამოვიჩნდები, შემდეგი უნდა მეთქვა ყველი. აი, ყველი რატომ რა იტალიელი. ყველი იტალიერი, ჯორჯანო, ვირო, ყველაზე ტურს დაიჭერა. ესე და დავით ბარე ყველს რომ მე მაყვის აღარ შევჭა. არა, ეს გოგო ეხლა ეთყობა რომ 1000 ყველაზე არის გადამხდარი ეხლა. მე რო უყურებ ნაჩედარები. 2012 წელს საბიზნესის გუნდ ვუკეფალას ისე გაუჭირდა ადგილობრივმა ბიზნესმა დაასპონსორა და უნდა გამოიჩინოთ რა ბიზნესი იყო ეს. ის რა ქვია. საპარიკმახერო. შეიძლება ბარტერის სახითაც აირჩიეს მომსახურება ბიჭებმა. აი მოხმო, კაი იდეა თქვი რა, რა გინდა, კარგი. ჩინური მასაჟი? ჩინური მასე, აი ბაზარი არა. ბარტერით რა შეიძლება ბიჭებს რო გაიკეთებინათ. ჩინური მასაჟი თქვი. სარუსკიპო თქვი? ჩინური მასაჟი. ჩინური მასაჟი ახლა ჩინური მასაჟი თქვენ თუ მართლა მასაჟი გონიათ მეგობრებო? არა, სარუსკიპო იყო ნამდვილად. ხო, ოღონდ გამოვიცავ, შენ ძმობას ვიცავ. არ გამიგია ეგ. ჩემთან არ წამოვიდე ბარტეზი, ვიღაც მეგობრობის გუნდზე. არი ხალხია. არა და მე ნამყოფი ვარ ერთ ორში მეთქი ვეუბნები ვიდეოც გადავიღებ მე. კაი, შემდეგი ისე ვეზმო გუნდმა პალეოპიგრომ თუ პალეოპირგომ ადგილობრივი ბიზნესის სახელი დაიწერა. რომელი ბიზნესის უნდა გამოიცნოთ? ამასაც დააბატებდნენ ოღონდ ბებიებისთვის და ბაბუებისთვის. ვიაგრა. ბებიასთვის და ბაბუასთვის ეხლა. ის ვიაგრა არა სპონსორი არა და ბიჭო. ნორმალურად სპონსორია ვიაგრა. აჰა. არა. ფორმეთ ვიაგრა გაათავეს რა. ნებიუ. დამგზავრები ბიურო არის. ეგ ხო თქვი. არა, ეგ წინაზე იმაზე მქონდა. გადმოვიდა. წინაზე ვამბობდი დამგზავრები რომ შევდრო რესტორანს დავინახე. ხურზე კუბოს რეკლამას ვაკეთე. მაგით შემოყავდეთ მწვრთნელი. შამპუნის კომპანია უზონმა შეცვალა შამპუნის ბოთლის დიზაინი და 700%-ით გაიზარდა გაყიდვა. კი ბატონო. ეხლა ვნახოთ დიზაინები და თქვენი აზრით რატო გაიზარდა? მე ვიცი, დილდოს გავდა და იკეთებდნენ. თუ არა, პირდაპირ. სადმე დილდო ჩამისვით რა იცი, ამდენი დღეა ვინდა სადმე იყოს. ერთი დილდო ჩვენგან. დილდო ჩვენ. ეგ არის ხო? გამოვიცი, აბა რა უნდა იყოს? მეც რომ მეკიდე ეგ შამპუნი, არ ვიყიდით მე. არა და რისიც იყო რეალურ არა რეალურად იმიტომ გაიზარდა. ამდენი ხანია ვფიქრობ ბიჭო შამპური გავიგე. შამპური? ხო ეთყობა. შენ ახლა შამპურებს მიამგავს. შამპური აშ. ხლა გავინავს, იმენა შამპური. შამპური თქვი? ველოდი ახლა გუნდი შეცვალა, ო შამპუნი რამდენი ხანია გამიკეთებ. ისე დაიწყო რომ ხორციანი შამპური. ხორციანი წეგან ლაპარაკობთ იმაზე, ფობიებზე და ეხლა გვიხება თამაში, ტოპ-10 ფობია უნდა გამოიცნოთ. ჩავიჯოჭი ისიც. კუშე გეშინდება. სტუმარი დაიწყებს. ვარიანტებს იტყვით, თუ არის ტოპ-10-ში, ჩაგეთვლებოთ, თუ გამაზავთ, უნდა დალიოთ ალკოსფეროდან გადაცემული ულამაზესი და უგემრიელესი ალკოჰოლური სასმელი. ზოგადა ათეული, მე მგონი ათეული ვიცი. გენაცვალე ჩემი ზო. ამის გარეშე თამაშები ბიჭო არის ხიბლი არ ექნება. იყურებ ხოლმე იქიდან, ხო იცი? ხო. იყურებ ხოლმე იქიდან. გენაცვალე რა. ჭიქები რა ჭიქას. გაგაცნობთ ეხლა ჩემო ძმებო და რაღაცეებო, ყვარულებო და ასე შემდეგ, ეს რა არის? ნუ რა თქმა უნდა აირიშვის კი აწერია. ჩემი საკვარს გითხარით უკვე. დიდი მადლობა გიორგი. კი. ობობების. ობობები არის მეორე ადგილას არაქნოფობია. მაღლა ეგრე მაღლა. პენტეროფობია, სიდედრიშიში. დალეუნში. გიორგი, გალებო თუ გინდა რა პრობლემა ორი ცალი დალია. შენი განაცვა. ბიჭებს გასაწირი გაგვიზია და სხვა ვერანაირ თქო და შასვა ვიხდით ეგ უშველო იქნება. ეს იყო, აი დაახლოებით აი ეს იყო ეხლა. ხო, აი ყველაზე ძესკა ყველას იდეას გამომორჩა დიდხანს სიცოცხლეო. სიმაღლის შიში. მარტივად ხო? პირველზე არ არის. მესა. შენი მესამეზეა, სწორია. აკროფობია ქვია სიმაღლის შიშს. სიკვდილის შიში? სიკვდილის შიში არ არის. გადაო ფრასის სიკვდილზე მეტად 10 რაღაცის მინიმუმ ტიპებს ეშინიათ. არ მახსოვს რა ქვია. ქალების შიში. დალი. ბოლოს ახალფობიას გამოიგო. ქალების შიშს რა ქვია? ვაგინოფობია. საშოფობია. ართალია კი ეგ ის. ის იქნება ყველა ვარიანტი პირველზე. აი, კლაუსტროფობია იქნება პირველზე. ახჭე. მეხუთე ადგილას არის კლაუსტროფობია. პირველზე რა არის ხო რა გადაო. ჩაკეტილი სივრცე შიში. ეგეთი ფობია არის.
ზო საიდანაც ბატი გითვალთვალეს, რა ფობია არის? მართლა. აი საიდან ტიპებს აქვს ფობია რომ ბატი უთვალთვალებს. ბატსინოფობია. ო, დალი. ითვალთვალებს რა საშინელება. დალი არ არის, რა თქმა უნდა, გუნდი შაბამ. ის რა ქვია, ერთი იქნება აუცილებლად ალკოჰოლის შიში იქნება, დათრობის შიში. დალი. რაც როგორც ვაწყობთ გუნდი შენ არ გაწუხებს? დალი. ეს შეიძლება ექსპოზიცია. ამის და მე მაგ ვისაც გვაქვს ყველას გაგვიმარჯოს. ერთი არა, აქ, მაგრამ ექსპოზიციის გზით ყველა ამის დედა. ვაი და აი ლალის ვაჩვენებ და მივხვდებით. არ არ არის? ნახრეტების თუ რა შიში არ არის? ტრიფოფობია არ არის. აგაროფობია. ხო, მე-10 ადგილას არის ღიას ვიცი შიში, აგოროფობია. რამე ადეკვატური რო გუნდიში როცა თორე რამე ადეკვატური რო თქობიდი. სიბერის შიში. ეგ ადეკვატური ესრულა. გასხას ვიტყვი. არა. თონე. მოდი იყოს თაგვების შიში. როიდი არა, ბიჭო, მე გადავებით. თაგვები ძალიან ბევრ შეშინია თაგვების შეჩემა. ჩემი. ბიჭო, ხელს ვერ კიდევინ ავტობუსებში თემებში რაღაცებს, ხო იცი ბაქტერიების რო ეშინიათ. ეგ მე მგონი რომ გავრცელებული ფობიაა. მაგას აფიქსირებ? კი. დალი. ვაი მე კიდე კაი გუნდიში დაგეხმარა, არ ვიცი რა. რა გეშველებოდა? მე არ ვიცი. აი საკუთარ თავს გუნდის კიდე დაიხმარა. იმასაც შენ დაიხმარა. ისაუჯერე, ხო ხტები ადამიანს, რომელიც სიდენდროფობია. რაღაცა ვები განაცვლა. აი ღრუბლე გადაწყვეტილო და ჯერ ის იქნება. ახალი ფობია მაქვს. ამის დაჯერების შიში მაქვს. იმაში ახალი ფობია. უნდუშოფობია. გუნდუშოფობია ქვია. ბიჭო, ის რა ქვია, ფრენის შიში. ფრენიშში არის მე-4 ადგილას. აეროფობია. გინოცად მიიწე. აი ეგრე ბანალურად ქვია აეროფობია? მეც მეც პარტივად გამოვძრები, გენეც. ახალდის რადიკავით მე რატო არ თulis. სიბნელის შიში. სიმინალის შიში არის მე-8 ადგილას ნიხტოფობია ქვია. ნიხტო? ნიხტო? ნიხტია ფობია. ზაღლის შიში. ზაღლის შიში აფიქსირებ? მე-9 ადგილას არის ზაღლის შიში. კინოფობია ქვია. ეთქვით რომელი ადგილები არის? სურვის შიში. ეხლა დავუჩე პირველი. დალი. პირველი ადგილი, მე-6 ადგილი, მე-7 ადგილი. პირველი ადგილი როგორ დაგვჭაში? პირველი ხო რა არის? ეგეც პირველი სიბნელის შიში არ არის? პროსტა. არა, არ თქვა. არ თქვა. ამას ისიც ეშინოდა. გველებს. გველების შიში. ვინ აფიქსირებს ასხ? მე რა თქვა უნდა. პირველი ადგილი. გველების შიში. აი, მაგი დატო არ დაიწყეთ. ეგ გუნდი შანსზე არ ახარა. აი, დაგჭათ მხოლოდ და მხოლოდ მე-6 და მე-7 ადგილი. 6 ჩემი ჯერი ხო არის? ეხლა მე თუ გამოვიცანი ორივე მდალიეთ. შენ თუ გამოიცანი მართლა დალევინ ორივე. დავაი დაასხი. მიდი. ნემსი შიში. ვისი? ნემსი. დალიეთ. მართლა? დალიეთ. არის მე-7 ადგილას და ქვია ტრიფანოფობია. მე გუნდიშას ჯერია და რამე მინიშნება მიართ. მე გამოვიცნობ თუ გინდა, თუ ვერ გამოვიცნობ. თან ესე უცებ შეიძლება ვერ აი ეს შემპირდეს რომ ერთ ჭიქას დალევს აი ამას თუ გამოვიცნობ. შეპირდი, მაინც ვერ გამოიცნო. მაშინ ნახევარს ამას ვერ ამბობ. აუ, უეჭველი დალევ რა. თლიან თუ დალევს. თლიანად წერდა. მე ბრავლობის შიში? მოიცა ერთ წამ. მე თუ გამოვიცნობ ეს ხო სვავს. აი გუნდიში კარგად იფიქრე. ბიჭო, მოიცა? გუნდიში კარგად იფიქრეთ ხო? ბიჭო, ის ხო არ იქნება, ძალიან ბევრ ხალხში რო გახარ. აუ არ მართლა არ პრობლემას გამოდი თეატრში რო გამოდიხარ ან რაღაცა სიტყვით გამოსულს აი ბევრ შეიძლება რა მეგეთქოს. არ ვიცი, მართლა ვერ გეტყვი. აი მაგალითად ბევრ ხალხში რო ხარ და რაღაცა სოციალური ფობია, სწორია. ღია. აუ! გადაო, საიდან ამ გაბრიელს უწევს დალევა. სადგო? ბოლო მე ხო შევთანხმდი. ნახევარ. აუ ნახე ნახევარი და გაგიმხო. ჩიპსი ჩაგიმატა. ჩიპსი არის ჩამის. მე რა ვიშენ და მისხი აქ, შენ ჩაგდები ჩიპსაც. სულ ეს ახარ. ვა, შენ რა გითხარ. რა კაი სასმელია, ხო? ეხლა სხვა ადამიანებს გადაიქცეს. ლუგარბი ხარ, არაფერი არ არის, არა უშიშ. ჩვენ საქმე. არა, გაჩი. აი მომეწონა. ამას აქ ძალიან ალკოჰოლის გემო ჩემთვის. ვა, ალკოჰოლია. ვისკისო? ანუ არა ძალიან. როგორი მოულოდნელი. ვა. ბიჭო, არა და მე ალკოსფეროს ხოვე მეთქი ნაკლები ალკოჰოლით მომიტანეთ თქო, რა? ესა ვისკი. მიონა დაიწყო. აჰა, რა გინდა? შვენიერი გამოვიდა, წამაგებინა.
იკაცე, ხა თუ რა. აგენ გინდა რომ მეც დავლიო, ხო, ბოთლიდან. კაი. არა, რა სიძახე ჩემი დალეული. წინა ვიდეოს ძაღლის ქვეშ უნდა დაგეწერათ ძაღლის ყველაზე ცუდი სახელი და გამარჯვებულების გადაეცემოდა ლუდისას და ბავრიას კომბინირებული ნაკრები, რომლის მიღება შეგიძლიათ ლუდისას Facebook გვერდზე მოწერის შემდგომ. მაპატია. არა, უშუალოდ ლუდისას Facebook გვერდზე უნდა მოიწეროთ გამარჯვებულებმა და მიიღებთ საჩუქრად ლუდისას. კაი კაცი გწეს კაკაშის ფოტოთი. წადი. გაძამე მომენტი, წადი. ნუ ჩუმა თუ ეძახი ხო? მეც ხო კაი იდეა. ადი არ მომწონს. ნახუი. უფრო კაი იქნება. მე უფრო კაი. ფონაცუდ. საწადი. წინაზე ხო კაი იდეა მქონდა მე თქვენ დეთქან თქო რომ დავარქვა სახს კიდე გახსოვს. ამათი ხო? ამათი დედა. ან გადადექით შეგვიძლია. აქციაზე რომ ძაღლით მოძრაობ, ხო? გადადექი რომ დავარქვათ. ის შეიცვალოს რეჟიმი. შეიცვალოს რეჟიმი. შეიცვალოს რეჟიმი. და ძვალს რო უგდებ დედის ტექსტი იქიდან რომ უეძახი 400 მეტრიდან. შეიცვალოს რეჟიმი. კაია, ეს კაია. კაი კაცი კაი. და რა მოიგო კაი კაცმა? კაი კაცმა მოიგო, შენაც მოიგი იგი. ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები აგრძმო. შენ ხა ჩიპსი არ გეკნება რა, ეს გასინჯული და. აქეთ დავდებ. წინაზე აქეთ იზონა. შემდეგი. ფუ მოდი ჩემთან. ფუ მოდი ჩემთან, ფუ. არა, მანდი ის არის, ხო? ფუ. შეიძლება ფუ. ანუ ვერ გაიგებს საღრი დაბინება. არის ძაღლის სახელი დედას ვიცავ. ფუ. აი, როგორ არის? ფუ ძაღლის სახელი. ფუ, რო ეუბნები, უკვე ესმის ზავს. ფუფუ აიცი რა არის? ფუ. მე შეიძლება ფუ. აი უფუფუ არ არის ძაღლის სახელი. ვაუ არა ზა. იპიპ. პიმპამპუ. ფეზე კიდე რა მე რეაცეგე თერომ პამ. ლა პო. მე ვიცი. პუკელა მოდი ჩემთან. პუკადა თუ გახოიშტე როგორ. არა იგარა. აი ჟორამაც დაგვიწერა ჟორა. ისი ხო? რა ვერ გავიგონე. ფუდიშას და ეს რაღაც კაი ღვიდი. არა კაი. პუკადა თუ მოდი ჩემთან. ეს ის ყველა სახელი ძაღლის სახელი გადადექ ხო აი ეს ჟორა დღეს ყველა ჟორა ჩვენი მეგობარი არა ბიჭო არის ძალიან ჟორა მოკითხვა ამერიკაში რაღაცას იგიჟებს რომ ვიფიქრებთ ხოლმე ამ აქციებზე რომ დავდიოდით ესავ რაღაცა ძაღლებიან პაკლიჩკო ერთმანეთს დავარქოთ სახელები შენს მაგარიღა ძაღლების მეტი რა იყო მაგ აქციებზე მაგრამ ისიც ხო სიმართლეა მაგაზე დაწახება ისე იყო ეს ერთმანეთს კლიჩკები დაუძახოთ რა მეცახილები ხო მაგრამ გადადექა გადადეხო ამარას ხო დედის და რაღაცები არ გამოვა პროსტა მე ვიქნები დედის მაგიებში დაგვენდება ვისაც რო გამოდის და თავის თავზე იღო არა მე მეძახი შეიძლება დისმე პატრონი რო მორგის რომ ამან დედა ბაგა არა მე მეძახი გადადექი და რა ლემანიტორესტორ მეზობლის ძაღლს ქვია თვითონ მეზობელს რა ქვია აი ეგ არის საინტერესო ჩემი მონტოვი ეკნევ ჩემ მეზობელს ყავდა ზღვის გოჭი და ერქვა სუმბუშა ერქვა სუმბუშ სუმბუშ ო ზოჩი ეგედია ჩუბუშვა შუბუშ როგორ ხადა ის გოჭი ვიცი გოჭი ვიცი ჯეჯე ბიჭო ზღვის გოჭი რო ყავს ხო რაღაცა ის არის სუმბუშას რო არის სუმბუშა რო ქვია ზღვის გოჭს რო ეძახი სუმბუშ შემდეგი თამაში კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ რაც შეიძლება უცნაური ფობია რაც არ არსებობს რომ თქვენ უნდა გამოიგონოთ და ამასთან დაკავშირებით ვინც იქნება რომელიც იქნება ყველაზე კრეატიული ის მოიგებს რაც გადავიცით ანუ ფობია სახელი რომ მოვფიქრო ხო გინდა სახელი იყოს კრეატიული გინდა რამე ფობია არის ეს შეიძლება არ უნდა გეშინოდეს ან რაღაც დებილობა მართალია ჯერ არ არსებული ფობიის ნახევარი უკვე მოიგონე წეგან შენ მაგრამ რაღაცას ეს ნორმი ხავ ჩაკვრა დამარტყი ისე
აუ იმან მაინც მაგრამ უნდა ცოტა. მე მგონი ბოთლი ჭირდება. მედი კონდიშნ ამთავრე რაღაცა მომდია. არა, მაგას ვამბობდი რომ გამოგზავნოთ კომენტარებში აქტიურად და შეგიძლიათ მოიგოთ პრიზები. რაღაც ალღას. მოდის შემდეგზე გავათამაშოთ კიდე რამე სასმელით ან. კი ბატონო. კოკა-კოლა. არა მსმელი და ისეთი ხალხი არ ვიყურებს ჩვენ დალება ვისაც უყვარს ელიტები ვიყურებენ. ნუ ალბათ ვისლერის ერთ ბოთლს გავათამაშებთ ვისკის. მაგ 3-დან მინიმუმ 3-დან ერთ-ერთ საუკეთესოს რომელსაც გადავწყვეტავ სტომართან ერთად. ორ საუკეთესოს რომელსაც გადავწყვეტავ სტომართან. ანუ გუნდში შენ არა ამან უნდა დარეკოს ალკოსეროს ამასთან ყველანაირი. არ მეტევს 4-ვე. 4-ვე. აი, შემდეგ გადაცემაში გავათამაშებთ სასმელებთან ერთად ყველაფერს. უბრალოდ თავი 18 პლუსი იყოთ და ამასთან ერთად ესეთ პრიზთან ერთად რამე ძალიან გემრიელ ვისკსაც მიიღეთ. ეს ჩემია სხვა. კი ბატონო. აქვე მადლობა ძალიან დიდი მეგობრებო იმისთვის რომ ზოგადად ჩვენს გვერდით ხართ. ალაიქებთ ვიდეოს, იწერთ არხს, მე დარწმუნებული ვარ მაგაში და კომენტარებში აქტიურობთ, იმიტომ რომ თითოეული თქვენი დადებითი კომენტარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვზივართ, ვკითხულობთ და ძალიან მიხარებს გულს რომ ამდენად დიდი მხარდაჭერა და გვერდჩდგომა არის თქვენი მხრიდან. ეს რა არის შეჭი? ეს არის რომ ანუ აურა ამ ვაჩვენებ როგორი აურა მოდის იმადგან და როგორ მე ეს არის ჰაბიტუსის ლენგვიჯი, ჰაბიტუსის საუბარია, მე ხდები. იტალოს ლენგვიჯი. მეგობრებო, ეს ახლა მე მგონი დღეისაკეთ ესე დაველაპარაკები გუნდიშოს. და არ იქნება ალბათ წინა ამდენი რომ ესე გავაგზავნო საუბარი. კაი, ახლა რაღაც ნიუსი გქონს ხო? ეს პიროვნება კარგად იცით ალბათ არის და ჯეიკობენკო. ვინც არის ეს ადამიანი არის დავით ნატროშვილი, კომპანია ავიატორის მფლობელი. ავიატორია ჩემი. ავიატორი არის კაზინოში, არის აზარტული თამაში. არა, ეს თეითუნაური მიწნევს. დიახ. რომ ჩამორდეს. ეს არის ჯეიკობ ენ კოსი არის მე მგონი, ხო? 20 მილიონიანი საათი და 217 კარატიანი საათი. ხო, ბრილიანტებით ოქროთი და 20 მილიონი წარსულსაც აჩვენებს. ამ კაცის თავარი ამ კაცის ნიშიცი თქვენ საფირმო ფრაზა? კი, მე ვიცი. აბა? ფული თავარი არის, თავარი ბევრი ფული. აი ესეთი ბრძენი ადამიანი. აუ, ძო, ვერტყა რა ვიცი. თავარია არისო, თავარია ძალიან და ვაფშე ისე იყო, ხო? ანუ ძალიან ჩვეულებრივი პრიუსი ყავდა და რამე? აი ეგეთ ფენაში იყო იტოში. ხო, ნუ ჩვეულებრივი საშუალო ფენის ადამიანი იყო და შეიძლება ეგეთ ფენაში არ ყოფილიყო, მაგრამ ნუ მოგეთ საშუალო ფენაში იყო ალბათ რაღაც დაახლოებით ეგრე. შევას არის სუკა შევას. ზელთვარაკო. ეს რაღაცა მოსუკებული შევას. გერი რა შეღებილი დავიგინები. და გააკეთა ავიატორი და ნუ ეხლა კი ხედავთ აგერ 20 მილიონი საათი. ვა, რა მე თამაში მოვიფიქრე. აუცილებელია რომ ეგეთი ფენას არსებობდეს ზოგადად რა. მილიარდ მორალა. რა თქმა უნდა და უნდა არსებობდეს ეგეც. აუცილებელი არ იყოს მაინც იქნებიან. არა ხო, ნუ ეხლა ხო ადამიანებს ვაქვს მიდრეკილება მაგისკენ რა. ეხლა რეალურად ის საათი 20 მილიონი მართლა არ ღირს რა უნდა გაუკეთოს საათს ეხლა შე პროსტა ვიღაცა აფასებს მაგათ ვიღაცამ გაყიდა შეჩემა ქანდაკება რომელიც არ არსებობს რამდენად გაყიდა 20-30000 თუ 300000 ევრო თუ რაღაცად გაყიდა ვიღაცამ მეო შევქმენიო ჩემი ქანდაკება და არ არსებობს სერტიფიკატია შეჩემა და ხო ხელოვნება ეგრე ფასდება რა პირობებში იქნებოდა და რა აი ხარ გადამ რა პირობებს ბანანი რომ მიასკოჩა ეხა ის 150000 ევროთ როგორ უნდა გაიყიდოს აი ხო სიგიჟია რა სკოჩი რა ღირდა იცის მა არც ის საათი არ ღირს 20 მილიონი პროსტა ვიღაცამ ეხა ეს საათის ბიჭო ბრილიანტები და ხო ღირებულება ხო ეგეთია ხო ნუ ეხა მაგას ვამბობ რა აი გაგწელი თვით ღირებულება ქონდეს მაგას მონალიზა რატო ღირს მაშინ მილიონი ეს მონალიზა რატო ღირს რა მონალიზა შევხვდით ხალხ მაგას აი კი ზველი მაინც არის რავი აი გუშინდელი ბანანი რო არის მისკოჩელი და ის 200000 ღირს მონალიზა ღირს რავი 20 მილიონი რა და მონალიზაზე რო ბანანი მიასკოჩოს არ მოიდგინე რა ხო გაიბანას რო ის საათი გაუკეთო ბავშვი წარმოიდგინე არ ხელოვნება იმო დააშრედე რა ის გოგონა ბუშტით რო დააშრედერდა და ზოგი არის ხელოვნება ჯერ მეტად რო გაიყიდა შეჩემა რა ეს იმის მუღამია რა ქვია კატაზე რო კარაქიანი პური და ბიჭო მე არ მაქვს პრეტენზია რაც უნდა ისკნას კაც просто ვამბობ აი მე პირადად სხვანაირად დავხარჯავდი თქო ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში აი 20 მილიონიანი საერთოდ მეკეთება თუ პირობითად იგივე 200 ლარიანი აუ ის დროს ერთნაირად აჩვენებს ორივე ჩემი აზრით არა იმას რო უყურებ
გიხარია. იმას რო უყურებ, ესა მე ისინი რა ქვია, ბრილიანტები აი ვიღაცა რო რომელი საათია და მეც ეგრევე ვფიქრობ ცოტნე რა, მაგრამ კიდია ახლა ვინმეს თუ უხარია და თავის ფული აქვს. კი ბატონო. რაც უნდა ის უნდა ტუალეტში ახლა უნიტაზზე როზიან და 40 ოქროს მილიონი უნიტაზზე მოდი დავასუყურებენ ნახატს ახლა თუ სიამოვნებას ანიჭებთ ეგ მაგ დროს. თავში გაუხლეთ. არა 40 მილიონი ნახაც რო უყურო ეგრევე ჭავი. ან მარტივი კუჩი გასვლას აადვილებს. მე მივშევენ კუჩი გასვლას აადვილებს. 40 მილიონი ნახაც რო უყურო ვიღაც რო უყურებს მონალიზაზე ბანანი რო არის დაბრუნების კოჩი კუჩი გაყვალს შეჭება გაგისკდება. არა გადავიფიქრე და შეგდე მდიდარი ხალხი არ მიყვარს რა როგორც არ უნდა იყოს. აი ნამდვილი კომუნისტი, სოციალისტი და 20 მილიონი საათი რო გიქეთ ხარ რა. არა ვიცი. თუ გინდა 1 მილიონი მოვაკელე მაქსას და ვინმე დაიქირავ და მესროლს ხარ რავი აი. გაბრაზდა. აი ხა აქედან რო ტყვია შემოვიდეს ეგ. რატოვე რა ვქნა ეხა მაგათ 20 მილიონი საათი უკეთია და გუნდიშა მე თქვა ჩემზე ვანაპლებ რა ვიცი შეჭემა რა ამას თუ უყურებს ეხა ეგ აი რა ვიცი მო დაგვაფინანსე ერთი ბრილიანტი ამოაცალე და გადმოგვიგდე და ვის ჩვენთან თავად ჩვენზე რა ვიცი მო რა თამაშია გამოვში ბოლო თამაში დღეისათვის. ბოლო თამაში ეხლა აგიხსნით წესს. გამოიცანი საათის ფასი. მაგალითად, ცოტნეს ვეთქვი რაღაცა თემატიკას. ამ თემატიკაზე ჩაიფიქრებს რაღაცას. აი მაგალითად ვიტყვი რაღაცა მარველის გმირი. ცოტნე ჩაიფიქრებს მარველის გმირს. მერე გაბრიელი იტყვის რაღაც თავის ვარიანტს. თუ ის გამოიცნო რაც ცოტნეს ხონდა ჩაფიქრებული, მაშინ გაბრიელი დალევს. ანუ მოკლედ მე უნდა გამოიცნო რა იქნება ცოტნე ჩაფიქრებული. მე არა და თქვენ და მე აგე ამასწავლე. მაყურებლების გასაგონად პასუხები წინასწარ გვაქვს საწერილი, ამიტომ ბიჭები ფიზიკურად ვერ მოიტყუებიან. ალკოჰოლური სასმელი, ოღონ არა ბრენდი. თუ ძალიან გაიწელა, მაშინ ცოტნე დალევს. ალკოჰოლური სასმელი ჩაიფიქრა ცოტნე. ალკოჰოლური სასმელი არის პირველი თემა. ლილ ტვეინი. ეგ ხო ბრენდი არ არის რაღაც. არ არის ექსი. არ არის. ცოდი რო არ ჩაიფიქრე და სუბუქია ძალიან. ამდეში ღევანდელ თემატიკას არ გავწდები ადიკალონი. 10 კალონი რასასმელია. ხალხის ვას აი ხა მაგლოგიკეძო შარდი. ალკოჰოლი არ აქვს. ჩემჯერი. ვისი შარდი გააშია გიორგი. გიორგი. ნუ იქნები დარწმუნებული ჯერ მოგარგო. აი ვისკი იყოს. მიზრე ტეკილა. კოქტეილი. არის თუ რა კოქტეილი სამს მოდის გიხდით მაგრამ კოქტეილი არის. ალკოჰოლური ხო არის. ხო არა ნუ ეხა მე არ სპირტიო და ჩაუთვალეთ? კოქტეილი? კოქტეილი. უნდა თქვას. ანუ არ უნდა არის. თქვას არა უნდა თქვას უნდა თქვას კოქტეილი არ არის სასმელი. არაყი. არაყი ხო არის არაყი. ანუ იდეაში ხო შენ წავიდე. იდე რომ ხილის არაყი მქონდა ჩაფიქრე. ადი ჩორტია. არა ერთი წამი მოდი ახსნას რომ ცალკე სახეობაა მაგრამ ხილის არაყს არც ერთი არ იტყვის და არაყი ხილის არაყი არაყი. შემდეგი არის ხმოვანი. ქართული აუცილებლად ჩავიფიქრე. ეგ არის. ყველა ტაში დაუგრად გუნდიშას თუ შეიძლება. მეგობრებო ტაში არ არის. რა უსეცი ადან იწება რაღაცა ვიყო. ვაი მე როგორ ეწყინა რომ დალევა აი ისე სახე მიიღო. სულ ესეთი ნელია ხოლმე თუ ეხა შენ ამოვიდა. არა ეხა გამო წარმოშობით ხინვალელი ვარ და ქართლიდან მიწევს ანუ ეს წარმოშობით რაღაც მე რაჭაში ვარ გაზრდილი მთელი ბავშვობა. რაჭაში დაუვარდათ ბავშვობაში და ხორიაკის ნახაზი ჩავარდა რომ ცოტათი მანელებს ხოლმე ეს. უნდა ძალიან. შენ უნდა ჩაიფიქროთ ციფრ. და არ არის ციფრ 0-დან 9-მდე. მე არ ვიტყვი არც ერთ ვარიანტში ციფრ მაგრამ ვიტყვი რა თქმა უნდა 1-ს. ეგ არის. რა ციფრი რო თქვით რომ გამახსენდა მეკარები ერთი ნომრები არიან და ერთიან ჩავიფიქრე. 88 შენ საყვარელი ციფრი მე რატო არ ჩაიფიქრე შეტრაკო შე. ჩაიფიქრე თბილისის მეტროსადგური. აუ ეგრევე გავარტყავ ეხა შეჭება აი მინა ერთი წამი და არა რთულს შავიფიქრებ გიორგი. თულს ბაჟას. ელდეპო ჩვენი ჩიპსი ლუდისა მიირთის. ელექტროდეპომ. კოცერიძე. კიდე არსებო? კოცერიძე ანუ. გოცირიძე ხო? ელდეპო არ არის. არა. ახმეტელი. არა. ახმეტელიც არ არის. და რუსთაველი. რუსთაველიც არ არის. არა don't worry. 300 არ გვი. არა. ბიჭ მიყვი. მეორე ხაზზეც არ არის. წერეთელი. არა. მეორე ხაზზე არ არის. ხო მაგრამ მეორე ხაზზე არ არის. მაშინ ჩამოყვება. დელისი.
დამთავრდება მაგ მეორე ხაზის სადგური. დიდუბე. არ არის. მაშინ დალია სამედიცინო მეტრო. დამისხი სირცხვილი თავის მოჭრა თქვენ. მე მაინტერესებს როცა მაღელეს მეტროსთან რო ჩაყო. მაღელე ჩაიფიქრე. როგორ ჩახედავთ ხალხს დვალებში რა? როგორ ჩახედავთ ხალხს დვალებში რა? დედაოდი აი თუ მე თქვა ღრმაღელე თუ გამხსენებოდა საქმე. აგით ჩავიფიქრე რომ აი მეთქი ღრმაღელე მოსწონებაზე რო ყოფილიყო ღრმაღელე არ გამახსენებოდა შეჭება. ხო და ღრმაღელე შეჭება. მაგით ჩავიფიქრე მეთქი არ იფიქრებენ რომ ღრმაღელე ჩავიფიქრეთკო ეხლა. ღრმაღელე ხო არ ხაჯავს საიდან მოათრია. გაბრიელ შეუნა ჩაიფიქრო ადამიანის ორგანო. რა ჩავიფიქრებდი ხა იასნა იცით რასაც ჩავი. ცხვირი. არა. ცხვირი ორგანო არა. ორგანოა არ არის ორგანო. კანი. არა. ტრაკი. აი მე დაიძახე ეხლა ცხვირი ხო არა? ტრაკი რატო არ არის? კვი ეხლა რა ტრაკი? ჩემი თქმა. ვა რატო? თვალი არ არის. თვალი გაორგანოა კი. მამას თვალი არის. მე ერთი ორგანო ვიცი მარტო ყველა. პანკრეასი. არა. პენისი. ნუ ხო. აჰა. ეგა. ჩაის მაგით უნდა დაგიწყოთ ეს. ო ქალისო. ქალის არა ქალის პენისი ჩაფიქრებული. არა ბიჭო ამას უთხრათ მეთქი რომ ვითომ ქალის ჩავიფიქრე და არ იტყო და ქალის კაცს ის შენს კერ ვიყავ ეს და დალე შენ კერ გეწევს ამას ველაპარაკები ორი წელს ანუ შემდეგი არის შინაური ცხოველი. კაი აბა ძაღლი მოვიგე არა არა ჯერ სხვა თამაშია ჩაიფიქრე შინაური ეხა აუ ეს ჩაიფიქრებს ხო იცი რა 4 ფეხა ფუ ჩავიფიქრე. ღორი. კატა ძალიან ახლოს იყავი შენ იდეაში შეიძლება და ჩაიფიქრებინა. მაგრამ ისე შორს იყავი. არც ხორი არც კატა. არც ღორი არც კატა იხვი. არა. ძალიან უნდა ხელში მგელი. გველი. შინაური ის რა შინაური ქვია? რა თქმა უნდა ზაზუნა. არა. ზღვის გოჭი არა. ბუჟინა. ძროხა არა. გუგუგა. არა ის რა ქვია? შინაური ცხოველი რა შეიძლება იყოს თუ არა ტარანტული. არა. ტარანტული არის შეიძლება ის ორანგუტანი. ნუ ჩავთვალოთ. ტარანტული ბევრსა ხო? ხარჯარა თქო თავარია. ქათამი არა. ტახი ყავს შინაური ცხოველი, შინაური ტახი ყავს? სამტედიაში ტახები ყავთ არა. უშობელი. არა. შობილი. ხო მივხვდი. შენ იკითხე თორე მე კიდე ავლებ. თითოეთოს ამბობს და მე გუნდიშა სწამს. თუთი ყუში სწორია. უნდა მოგეწონა შენი ჩემი სასწრაფო. ბედის დედა ბიჭო ორჯერ რაღაცის არ გამოსწონდა და გამოვიცენ დალი. არა გუნდიშას უნდა დაელია. არა გული წამ დალი. აი, დალევას თუ მინდა საუბარი გუნდის ჩამომისხი ერთი შეკა. ამას არ დაგაზალებთ. რა თქმა უნდა, ალკოჰოლს ახლა დაზალება არ გიყვარს რა, მე ზოგადად ძალიან კარგი ვარ. მაგრამ ერთი მინდა რაღაც გავზენოთ. ფეხში ადგომი გისურვო ჩარ ვარ თქვა. ხო. ბოლში ხო და. ხო, მე არ ავდგები. მე მინდა რომ ახლა თუ არ ავდგი ფეხზე. გაბრიელი კარგაში, ესე ვერ გამოდი. ხო და ერთი თხოვნა გვაქვს რომ ეგეთ ტრადიცია რომ ბოლოს ადგილზელოთი დავასრულო და მოვახუჭუჭოთ. ჩვენს ქვეყანას შენ შემოგევლა. მაიცა და გამომართი და ეს სადღაც არის ტოპში. ჩვენს ქვეყანას გამომართი მეგობრებო, დიდი იმედი მაქვს რომ ამ გადაცემას უყურებთ, იმიტომ რომ არ ნაკლებ წინა გადაცემაზე როგორც მოვიხილეთ, უფრო მეტად თუ არა, ანალოგიურად მოვიხილეთ ამ გადაცემასაც და ძალიან კარგი იყო. გაბრიელ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მეორედ კიდე მოვა მესამე მოსვლაზე უკვე რა ვიცი, მაგრამ მესამე სამყარო დავიმატოთ და ეგ იქნება და ეგ. კარგს ხო ჩემა მოვედი და შევიდე პარიზებთ. დასაბარი ხო და რა ვიცი, უღრმესი მადლობა რომ ჩვენს გვერდით იყავი, მადლობა ჩვენს ბავარიას სპონსორებს, კი ბატონო ლუდისას. ლუდისა ყველაზე გემრიელი ლუდი შენ გიდაცვა. ლუდი მეთქი ჩიპსი აგეთ ძმა გავატანე წინა გადაცემაში თქვას კაცმა. ხო ჭამეთ რამდენი 24 ცალი ხო 26 ცალი ჭამე 11 არ მინანია მე ღვიძლს არ ვიცი მინუსები აქვს ამ ჩიპს ძმა. რა, ნამიტანი გემრიელია და ჭამას ვიწყებ მე იმენა. ეგ არის გინდა სულ გინდა რა მართლა кайფია და აქვე ვიტყვი რომ არაფერი არ იდანებს, იმიტომ რომ ნატურალური და ის არის. ქართულია ქართული ქართული წარმოებას ნატურალური. მეთანხმებით რა და დაუდგეთ გვერდში. ამის გამოუცხადეთ გიხოცებით და ჩვენი სპონსორი არის კიდევ ერთი ალკოსფერო კი ბატონო. რომელიც გვამარგებს ესეთ ლამაზ და ფერად ვისკიებით დავიდი მე მეგობრებო, ახალი წამყვანი ყავს ამ გადაცემას. მე არის ასრულებით კი ბატონო შეგიძლიათ ეწვიოთ ნახოთ და და
ეს არის ამ ადამიანის საყვარელი სივრცეა, ხო? მე გავიპარო თუ არ გავიპარო. ბიჭო, არა, გზანდებოდი. არა მარტო ეს. არა მარტო ეს. არა ერთ ქალაქში და რეგიონში მაქვს საყვარელი სივრცე, სადაც შემიძლია შევიდე. რაღაცა რომელიც მომეწონება წავაყოლო. ჯანმრთელი საღამო კარგად და ტკბილად გავატარო ხო. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო. კარგად. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და აგიმარჯოს კიდევ ჩვენ არ ერთხელ. დაგილებია და ჩვენ დავვლეთ მაშინ ჩვენ ღანას გამარჯოს და აი გიორგი რომ გაფრთხილებული გვენახოს მეტი არ ვიტყვი და ძალიან ბანალურია. არა, ჩვენს ჩვენ გულებში რანაირად წარმოგვიდგენია ისეთი გვენახოს რა. და ეგეთი ყოფილიყოს რომ და როცა ნახავ კიდე დავუყო. თვითონ სადმერზე. 20 მილიონი საათში კი არ დახარჯული იყოს. 20 მილიონი დახარჯული იყოს სოფელში. ორივე სზე იწყება, არა სოფელი ჯობია.